გამარჯობა, მე ვარ აბსანცე სახლიდან და ღარბი მედია პლატფორმაზე წარმოგიდგენთ, YouTube პლატფორმაზე წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ ინტერვიუს. გამოსახულებაზე მიხვდებოდით დღეს სხვა სახლიდან გელაპარაკებით. თინა ხედაშელი ფოთში, ჩემი ბავშვობის მეგობრების სახლში დავპატიჟე. დიდი მადლობა თინა, რომ ჩვენი სტუმარი ხარ დღეს. დიდი მადლობა. ძალიან უცნაურად დაემთხვა ამ სუბარეგიონულ კრიზისს, რაც ირგვლივ გჭირს ჩვენი სტუმრობა, ჩვენ გუშინ დავიწყეთ ამ ინტერვიუზე მოლაპარაკება. დავიწყოთ თქვენთან ლაპარაკი როგორც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან. შეერთებული შტატების თავდასხმას ირანზე ელოდებოდნენ, ამაზე წერდნენ ანალიტიკოსები დიდი ხანია. მაგრამ დღეს დილით ცოტა სიურპრიზი ის იყო, მათ შორის ანალიტიკოსებისთვისაც, რომ ინიციატივა თავის თავზე ისრაელმა აიღო. მოგვიანებით კი შეუერთდა ამ ინიციატივას ტრამპი და თქვა, რომ ეს ერთობლივი თავდასხმა და ერთობლივი ინიციატივაა, რაც ახლა ირანში ხორციელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ხელმძღვანელობა ირანის, რაც იყო გაცხადებული მიზანი თავიდან, ვერ არის განეიტრალებული. ყოველ შემთხვევაში დღის ბოლომდე ჩვენ ახლა ინტერვიუს ვიწერთ 19 საათსა და 59 წუთზე. არც ერთ მხარეს არ აქვს დადასტურებული, რომ ირანის ხელმძღვანელობა, მათ შორის ხამეინი, განეიტრალებულია. მიუხედავად იმისა, რომ NBC-მ ცოტა ხნის წინ დაწერა უცნაური ნიუსი, მას ინტერვიუ ჰქონდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ასეთი რამე თქვა ამან, რომ არ არის დარწმუნებული, ალბათ ცოცხალია. ასეთი რამე თქვა. თქვენ რა იცით? მეტი ხომ არ იცით თქვენი კავშირებისგან გამომდინარე? არა, რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მადლობა ეთერისთვის, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რა თქმა უნდა, არა, შეუძლებელი ახლა მე რამე ისეთი ვიცოდე, რაზეც CNN-ი არ საუბრობს უკვე. ეს მართალი ხართ თქვენ, იყო უპრეცედენტო შემთხვევა, დღევანდელი ოპერაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მასშტაბის ერთობლივი ოპერაცია ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების აქამდე არ ყოფილა და ამან ძალიან ბევრი საუბარი, მის თქმა გამოიწვია, ისიც დაჭირდათ ამერიკელებს პრეზიდენტ ტრამპს ამ ტიპის, ამ ფორმის ოპერაცია, მაშინ როდესაც ყველა ელოდა, კონკრეტულად შაბათი დღეც სახელდებოდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა ელოდა, რომ შაბათს იქნებოდა თავდასხმა, რამე განსაკუთრებით უცნაური და სიახლე ამაში არაფერი არ იყო, რა თქმა უნდა, არის ბევრი კრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის და ამერიკის მოქმედების იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა კონგრესისგან ავტორიზაცია, იმის შესახებ, რომ ეს არ იყო ეგრეთ წოდებული imminent threat, ანუ უშუალო და imminent როგორ არის, გადაუდებელი, მოკლედ ამწუთიერი საფრთხის მატარებელი არაფერი არ ხდებოდა, რაც გამოიწვევდა პრეზიდენტის მხრიდან ამ მოქმედებას კონგრესთან შეთანხმების გარეშე, რა თქმა უნდა, არ იყვნენ ჩართული ამ ოპერაციაში არც პარტნიორი სახელმწიფოები, ჩვენ ვნახეთ ძალიან ფრთხილი განცხადებები, ისევ და ისევ თქვენ რას გვიცმენთ, იგივეს გავიმეორებ, 7 საათის მონაცემებით, საღამოს 7 საათის მონაცემებით, ძალიან ფრთხილი განცხადებები, როგორც ლონდონიდან, ასევე პარიზიდან და ბერლინიდან. დღეს უკვე ევროკავშირიდან საღამოსკენ. კი ბატონო, პრაქტიკულად არავინ ჯერჯერობით არავის არ უთქვამს, რომ ისინი ან ეთანხმებიან, ან მხარს უჭერენ, ან მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებას. ყველაზე მკვეთრი პოზიცია, რაც მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, იყო დაგმობა ერთმნიშვნელოვანი ირანის პასუხის, არაბული სამყაროს სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამაზე ისინი ერთმნიშვნელოვნად ცალსახად და ერთხმაში საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენ უშუალოდ ოპერაციის შესახებ ესეთი მკვეთრი პოზიციები არ მოგვისმენია. მე მაქვს მოლოდინი, რომ ლონდონში, როდესაც კობრას შეხვედრა დასრულდება, სავარაუდოდ ცოტა მეტი ითქმება, ყოველ შემთხვევაში ამის მოლოდინი არსებობს, მაგრამ ის რომ არსებითად პრეზიდენტმა ტრამპმა და ნეტანიაჰუმ გადაწყვიტეს, რომ ეს ყოფილიყო მათი ერთობლივი მოქმედება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს და ბევრზე საუბრობს სწორედ აი ამ ბოლო პერიოდის ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ტრანსატლანტიკური გაუგებრობების და ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან არსებული გაუგებრობების. თუმცა ცოტა ხნის წინ ჩაინიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა.
ხო, რაც ახლა გასაგებია და ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით და იქ რა იქ. ასევე დასავლურ სამყაროში გამოითქმება სკეპტიციზმი ამ ოპერაციის მიმართ, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება რუსეთისთვის ლეგიტიმაცია იყოს იმ ოპერაციის, რასაც ისინი უკრაინაში ახორციელებენ. სხვათა შორის რუსეთს არაფერი ლეგიტიმაციას არ მისცემს, რაც არ უნდა მოხდეს დღეს დედამიწაზე, იმიტომ რომ 2022-ს ვერ გაამართლებს ვერაფერი იმის შემდეგ, რაც მოხდება, მაგრამ ერთი ძალიან ნიშანდობლივი ამბავი იყო მთელი დღის განმავლობაში ეკრანებზე, სხვა ტელევიზიების ეკრანებზე, ერთი და იგივე ფრაზა ჩანდა, რომელიც გავრცელდა ერთგვარ headline-ად ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან და ის სიტყვისად მათ განცხადებაში იყო ზუსტად ის ფრაზა გამოყენებული, რასაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის წინააღმდეგ იყენებს უკრაინის ომთან მიმართებაში. Unprovoked, totally, entirely unprovoked attack. ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად გიჩვენებს. ხო, ანუ ჩვენ ვიცით ყველამ, რომ ფრაზა, რომელსაც გაეროც, ევროკავშირიც, პარტნიორი ქვეყნებიც იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე შეტავის თაობაზე, არის ის, რომ ეს იყო არაპროვოცირებული, სრულიად არაპროვოცირებული შეტევა რუსეთის მხრიდან მშვიდობიან უკრაინას. და ზუსტად იგივე ფრაზა გამოიყენა დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აი პირდაპირ გადააკოპირა ამ დასავლელი ლიდერების განცხადებებიდან საკუთარ განცხადებაში ამერიკის წინააღმდეგ. და ხო, რა თქმა უნდა, როდესაც ამას კითხულობ, ეს ხო სიმბოლური არ არის, მხოლოდ ფუნქცია აქვს ყველა სიტყვას და მნიშვნელობა აქვს ყველა განაცხადს. რა თქმა უნდა, გაქვს განცდა და ემოცია მაშინვე, რომ ამ მთელი პროცესის მოქცევას შეეცდება ირანი პირველ რიგში, მაგრამ რა თქმა უნდა, მოსკოვიც სწორედ საკუთარი ინტერესების დასაცავად და თავისი პოზიციების გასამყარებლად, მაგრამ ხე მეორე საკითხი ეს რამდენად შესაძლებელი იქნება და რამდენად გამოვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არ უნდა მოხდეს დღეს და ხვალ, როგორიც არ უნდა იყოს იგივე გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, ეს 2022 წელს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ნამდვილად ვერ გაამართლებს და ვერაფრისთვის ვერ გამოდგება. დღეს პუტინმა იძახის, რომ იცოდა, რომ 4 წლის მერე სადღაც რაღაც მოხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს ღრმად არასერიოზულია. საღამოს ოფიციალურად ვაშინგტონმა განაცხადა, რომ დღეს აღარ უნდა დაველოდოთ ტრამპის მორიგ ოფიციალურ განცხადებას, მან დღეს დილით აგარაკზე გამგზავრებამდე ასეთი რამე თქვა. ჩვენი მიზანი ირანის რეჟიმიდან წამოსული საფრთხის აღმოფხვის შედეგად ამერიკელი ხალხის დაცვაა. ირანის სასტიკი რეჟიმის ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის შტატებს, ჩვენ სამხედროებს, უცხოეთში ჩვენს ბაზებსა და მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებს. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ირანმა 4 თუ 5 კოლპის ქვეყანაში დაბომბა ამერიკული შეერთებული შტატების ბაზები. მათ მსხვერპლზე არაფერი უთქვამთ, თუმცა ქვეყნები აცხადებენ, რომ იქ მსხვერპლი იყო, ანუ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იყო. სად ვართ? აი ეს რაღაცა ეს ბრუნეს არკეში შეიძლება დავინახოთ სიმართლე. ხო, ეს მოლოდინი რა თქმა უნდა არსებობდა თავად პრეზიდენტის განცხადებაც 8 წუთიანი მიმართვა ჰქონდა მას მარელაგოდან მოსახლეობისთვის და იმ განცხადებაში მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო საუბარს იმის თაობაზე, რომ სამწუხაროდ სავარაუდოდ მოსალოდნელია, რომ იქნება მსხვერპლი. ანუ მან ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ოპერაცია არ იქნება მადუროსგან ნეიტრალების ოპერაციის მსგავსი და ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული როგორც პრეზიდენტ ტრამპს, ისევე ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობას, რომ ირანი ერთის მხრივ ეს არ არის ვენესუელა და მეორეს მხრივ რომ აუცილებლად იქნებოდა წინააღმდეგობა ირანისგან. ამიტომაც იყო სწორედ ეს პასაჟი, ეს ნაწილი მის მიმართვაში, სადაც მან ილაპარაკა იმაზე, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ახლა ფრონტის წინახაზე იქნება, არის გმირი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მოლოდინი არსებობდა, კი ბატონო, არაფერი ამაში მოლოდინი არ იყო, რომ ისინი დაბომბავდნენ იქ რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს. ჩვენ მოვისმინეთ ასევე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ყატარის, ემირატების ხელმძღვანელთა განცხადებები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ გაერთიანებული არაბული ემირატების, დიახ, რომ ჰაერში ძირთადად ჰაერში ხდება ჰაერში მიმდინარეობს ეს წინააღმდეგობა და ბომბების უდიდესი უმრავლესობის განეიტრალება. თუმცა ისინი არ არიან ისეთი მზად ამ წინააღმდეგობისთვის, როგორც მაგალითად ისრაელი თავიანთი ფოლადის სახურავით თუ როგორ რა თქმა უნდა, გუმბათით.
ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ გარკვეული ტიპის მზადება იყო ამ სახელმწიფოების მხრიდანაც ეს მაშინვე გამოჩნდა. იმდენად ყისიერი და სწრაფი იყო მათი მხრიდან განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მუშაობს და ახდენს განეიტრალებას ახერხებს უდიდესი ნაწილის ირანიდან მომდინარე საფრთხის, რომ ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავისთვის საიდუმლო არ იყო, რომ ირანის პირველი პასუხი იქნებოდა სწორედ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. ერთადერთი რაც სავარაუდოდ რისი მოლოდინიც მათ არ ქონდათ, იმიტომ რომ უკვე აი ხა დღის ბოლოსკენ ვრცელდება ჯერჯერობით ბოლომდე არ არის დაზუსტებული, მაგრამ თითქმის დაზუსტებული, აი როგორც ხდება ხოლმე ესე დროს, ხო? ინფორმაციები, რომ არა მხოლოდ სამხედრო ბაზებზე იყო ეს საფეთქებები, არამედ რამოდენიმე ქუჩაზე, რამდენიმე სამოქალაქო სრულიად კავშირში არ მყოფ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებთან, რაც არის ერთგვარი საუდის არაბეთმა ეს დაადასტურა ერთი ადამიანის ხორბლი დაადასტურა კიდეც. ხო, ამიტომ ამბობ, ზოგიერთ ქვეყნის შემთხვევაში ესე ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ არაოფიციალურად დადასტურებულია, იმიტომ რომ კადრები ვრცელდება, რომელიც ახლა მე პირადად BBC-ზე აი ხა სულ ნახევარ საათის წინ ვუყურებდი გაერთიანებულ ემირატებში, ასევე ერთ-ერთ ქუჩაზე ბომბის ნაწილის გამოწვეულ ზიანს, თუმცა იქ მსხვერპლი საბედნიეროდ არ ყოფილა, მაგრამ გრევა მოყვა ამას. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ ეს არ იქნება და ასევე ყველა საუბრობს იმაზე, რომ ეს არ არის ერთდღიანი ოპერაცია, როგორც იგივე ვენესუელას შემთხვევაში სულ რამდენიმე საათიან ოპერაციას უყურებდით და ის მინიმუმ რამდენიმე დღე გაგრძელდება და ამას ადასტურებს არაპირდაპირ ისიც, რომ თავიდანვე ამის მზაობა არსებობდა, რომ აი მაგალითად სამოქალაქო ავიაციის სხვადასხვა ავიაკომპანიების ვებგვერდებზე რომ შესულიყავით დილიდან, ნახავდით, რომ უამრავი ამ მიმართულების რეისები უკვე გაუქმებული იყო, მანამ სანამ გავრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაბომბვა საფრენი სივრცე დაიხურებოდა. კი ბატონო, საჰაერო სივრცე მათ ეფექტურად დახურეს მანამდე, სანამ ის სამართლებრივად და ოფიციალურად დაიხურებოდა. ამიტომ მოკლედ მზადყოფნა იყო, მოლოდინი იყო არა ვენესუელური შტურმის, არამედ გრძელვადიანი, რამდენიმე დღიანი ოპერაციის, რომელსაც შეიძლება მოყოლოდა მსხვერპლი, ამაზე პრეზიდენტმა ტრამპაც ისაუბრა. ამიტომ ახლა ერთადერთი რაც დაგვრჩენია და ისიც რომ დღეს პრეზიდენტ ტრამპი აღარ აპირებს მიმართოს ამერიკელ ხალხს, არის იმის დადასტურება, რომ ისინიც ერთგვარად ბოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ. ამასობაში არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ თითქოს სულიერი ლიდერი საერთოდ არ იმყოფება ირანში და თუ ეს დადასტურდა, რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი რა ვიცი, ასე თქვა გამოვიყენე შეცდომა, ალბათ. აქ ორი სხვადასხვა ინფორმაცია გვაქვს, რაც უცნაურად ჟღერს მართლა. დილიდან გაახმაურა ირანულმა ოფიციოზმა, რომ ის არ არის ირანში და დაცულ ვითარებაშია. დღეს საღამოს NBC-ს ციტირებს შპიგელი, რომელიც NBC-ს ციტირებს შპიგელი საგარეო საქმეთა მინისტრს ირანისას, რომელიც ამბობს, რომ როგორც მან იცის, ჰამეინი ცოცხალია. როგორც მან იცის, რაღაცის ნიშანია. ზუსტად ამიტომ ვთქვი, რომ თუ აღმოჩნდა, რომ ის არ იყო ირანში, ეს იქნება სერიოზული შეცდომა ოპერაციის დამგეგმავებზე. მაგრამ მე პირადად გულწრფელად გეტყვით, ფაქტიურად გამოვრიცხავ ასეთ შეცდომას. ვერ წარმომიდგენია უბრალოდ, რომ ეს შესაძლებელია. შესაძლოა ამერიკელებს ვერ მოეხერხებინათ ირანში და რა თქმა უნდა ეს რთულად წარმოსადგენი იყო მოეხერხებინათ ისეთი ოპერაცია, რაც ვენესუელაში იყო, მაგრამ იქამდე რომ აი ამ ტიპის ინფორმაციაზე ფლობა არ ქონდათ, ამას უბრალოდ გამოგვიცხავ. ამერიკული, ისრაელური და კრახი იქნებოდა და უკვე ალბათ დუბაის კრახის, მას შემდეგაც ისინი შეუერთდნენ ამ სამხედრო ოპერაციას გაერთიანებული საამერო შეუერთდნენ. მოდით მთელი მითოლოგია მოკვდება ამერიკული და ისრაელის სადაზვერო სისტემების და სადაზვერო. მოდით სანამ დეტალებში ჩავალთ, ცოტა შორიდან მოუვაროთ კიდევ. რა არის ამისი მიზანი? მაგალითად, ტრამპი ასეთ რამეს ამბობს, ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასოდეს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ ბირთვული იარაღი არასოდეს ექნებათ. ეს არის მისი ერთ-ერთი განცხადება. დღეს მან ღიად დაუჭირა მხარი თავისუფლების მოძრაობას ირანში. ანუ როგორღაც გაურებული გზავნილია, ხო? გასამებული მე ვიტყოდი. მე ვიტყოდი გასამებული, იმიტომ რომ არსებობს ასევე პრეზიდენტ ტრამპის მრავლობითი განცხადებები, სადაც ის მხოლოდ ნავთობზე საუბრობს.
კი ბატონო, მართალი ბრძანდებით. ამიტომ მე ვიტყოდი ესეთ რომ ყველაფერი ერთად, ხო? იმიტომ რომ ნავთობით მდიდარი ქვეყნები ბევრია დედამიწაზე, მაგრამ მათ აქვს პარტნიორული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შესაბამისად, ისევე როგორც დანარჩენ დასავლურ ცივილიზებულ სამყაროსთან და შესაბამისად სავაჭრო ხელშეკრულებებით და სხვა მშვიდობიანი ნორმალური ცივილიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით არის დადგენილი ფასიც, რეგულირებულია ტრანზიტი და ასე შემდეგ, ხო? როდესაც საქმე გვაქვს ტერორისტული ორგანიზაციის მიერ მართულ ქვეყანასთან და სწორედ ასეთია ირანის ხელისუფლება, იქ რა თქმა უნდა ნავთობის და ნებისმიერი სხვა რამ გამოიყენება შანტაჟის ფორმად. ამიტომ ეს სამი ის რომ რა თქმა უნდა არსებობს უზარმაზარი ინტერესი რომ ნავთობით ასეთი მდიდარი ქვეყანა არ იყოს ტერორისტების ხელში და ნავთობი არ იყოს გამოყენებული შანტაჟის იარაღად. მეორეს მხრივ რომ დიახ ამ ქვეყანას განსხვავებით მაგალითად ვენესუელასგან სადაც ასევე ნავთობი იყო მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ რომელსაც ბევრად ნაკლები სამხედრო პოტენციალი აქვს, ესეც უნდა ვთქვა. და რომელსაც არ აქვს, ხო, სწორედ ამას ვამბობდი, განსხვავებით მათგან ვენესუელას არ აქვს არ ქონდა ბირთვული იარაღის შექმნის ამბიცია. შესაბამისად, აქ ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთვება, ანუ დამატებითი პრობლემა, რომ ერთი რომ ტერორისტული სახელმწიფოს ხელში არის ასეთი მდიდარი ნავთობის საბადოები, რომელიც შეიძლება ცივილიზებული სამყაროს შანტაჟისთვის გამოიყენოდა, პლუს ამაზე დამატებული, მათ აქვს პოტენციალი ბირთვული იარაღის შექმნის, რამაც შეიძლება უბრალოდ დაღუპოს სამყარო და რადგან ამ ქვეყანაში არსებობს წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მზად არის, რომ შესაძლებლობის არსებობის პირობებში ცივილიზებულად გააგრძელოს ამ ქვეყნის ცხოვრება, ამ ქვეყნის არსებობა და მართვა, ხო, მხოლოდ ბუნებრივი და ნორმალური. ვფიქრობ, რომ თავარი შეცდომა ის იყო, როდესაც პირველ ჯერზე, აი ამ როდის იყო 5 კვირის წინ თუ როცა იყო 3 თვის წინ, როდესაც პირველი 12 დღიანი ომი, დიახ. დიახ, პირველი ოპერაცია, როდესაც განხორციელდა, მაშინ არ იყო საუბარი, არ ყოფილა საუბარი, უფრო მეტიც, მაშინ პრეზიდენტ ტრამპმა ერთგვარად პირდაპირ ამ სიტყვებით არ უთქვამს, მაგრამ პრინციპში იგულისხმობდა, რომ ერთგვარად უარყო კიდევაც რაიმე ტიპის კავშირი თუ მხარდაჭერა თავისუფლების მოძრაობისთვის ირანში და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სერიოზული შეცდომა, იმიტომ რომ უბრალოდ ამ ტიპის ამბები პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების გარეშე არ ხდება ასეთი ცვლილება, რაც დღეს მსოფლიოს ჭირდება მშვიდობისთვის, რაც მაგალითად იგივე ისრაელს ჭირდება მშვიდობისთვის, პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების გარეშე არ ხდება. რეჟიმი თუ რჩება, მას მუდმივად აქვს მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოვლითი გზებით დაბრუნდეს იმ მდგომარეობაში, რომელთაც ისევ დღეს როცა ამაზე ლაპარაკობს ეს პოზა, ერთგვარი როგორ თქვა, ალიბი გეოპოლიტიკის გასამართლებლად. არა, მე ვფიქრობ, ეს არის გაცნობიერება, უფრო მეტად არ მგონია, რომ ეს არის პოზა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის გაცნობიერება, პირდაპირ არ აღიარებით შეცდომის, რომელიც მაშინ მოუვიდათ, მაგრამ გაცნობიერება იმის, რომ ამის გარეშე შეუძლებელია რეალურ ცვლილებაზე საუბარი. მე მგონი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი ახლა რაც ხდება ჩვენს რეგიონში, ჩვენთან, ჩვენ სიახლოვეს, ძალიან ახლოს, სხვათა შორის ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამას სათანადოდ ვერ იაზრებს, მე მგონი. 2003 წლის შემდეგ ამდენი ამხელა სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში ამერიკას არ ყოლია. ეს არის მას შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო როგორ თქვა ინციდენტი, რაც აქ რეგიონში ხდება, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, ამას რა დროის განმავლობაში გადაწყვეტის პერსპექტივა აქვს? არ მგონია, რომ ამ წუთას ამ კითხვაზე პასუხი არსებობდეს. და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სრულფასოვანია სადაზვერვო ოპერაცია, იმიტომ რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სულიერ ლიდერთან დაკავშირებული თემა. მე ვფიქრობ, რომ მე არ ვფიქრობ, თუ ცოცხალია სხვა ვითარება არის და თუ არ არის ცოცხალი სხვა ვითარება გვექნება, ხო? ხო, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ვენესუელას მაგვარად ირანში რეჟიმი ჩამოიშლება მაშინვე და მყისიერად. ამას არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ, იქ გაცილებით უფრო სერიოზული მონოლითია და უფრო სერიოზულია პრობლემა ვიდრე ის იყო ვენესუელაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ თუნდაც საუბარი იმაზე ეხლა ამ ფონზე, ამ ვითარებაში, რაც ამ წუთებში ხდება, საუბარი იმაზე, რომ რაღაც მოლაპარაკების რესურსი არ არის ამოწურული და მოდი სადმე წავიდეთ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ირანის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამ წუთას არის დიპლომატიური პოზა თუ რაღაც მანევრი, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ
თუ მოხდა სულიერ ლიდერის განეიტრალება, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან მოთხოვნა მოწოდება მოლოდინი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან გაცილებით უფრო დაჩქარდება და მე არ მგონია, რომ ამაზე ვინმე მათ უარი უთხრას. ბუნებრივია, ამ წუთის მდგომარეობით ესე ჩანს, ამ წუთის მდგომარეობით დღევანდელ სამყაროში ვერაფერს საბოლოოდ და დაზუსტებულად ვერ იტყვი, ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ესე ჩანს, რომ თავარი პირობა იქნება რეჟიმის ცვლილება. და იმედია, რომ ეს ასე იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის გარეშე ფუნდამენტური ცვლილება ირანში არ მოხდება. და თუ ამაზე სალაპარაკოთ ისინი მზად იქნებიან, მე ვფიქრობ, რომ ამას წინ არაფერი არ დაუდგება და ბომბებს ჩაანაცვლებს დიპლომატიური მაგით. მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მაგალითად გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში ვუყურებ, თავად ირანელები ცოტათ შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს ასეთი სამხედრო ჩარევით კი, ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, მაგრამ ის რომ მათი ქალაქები იბომბება და ეს მხოლოდ თეირანი არ არის. ისფაჰანი დაიბომბა კიდე რამდენიმე ქალაქი. 5 ქალაქი იბომბებოდა, დიახ. ხო, ეს ბუნებრივია, იცით, ეს არ არის ახლა უნიკალური შემთხვევა, ხო? რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, როდესაც მე ვისმენთ მოსახლეობის განწყობებს, პირველი რაც ახლა მე მახსენდება ბუნებრივია და ლოგიკური ალბათ ყველაზე მეტად არის იუგოსლავიის შემთხვევა თავის დროზე, სადაც იყო უზარმაზარი მოძრაობა. რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი წინააღმდეგ ომის ფრონტი მილოშევიჩის წინააღმდეგ, მაგრამ ხო, იმ მოძრაობის მონაწილეთა შორისაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი ქალაქი რომ იბომბებოდა, ამით არ იყვნენ ისინი ბედნიერები და კმაყოფილები და თვლიდნენ, რომ სხვაგვარი ოპერაციის ჩატარება შეიძლებოდა, რომელსაც მილოშევიჩს გაანეიტრალებდნენ. ეხლა განსაკუთრებით დღეს მაშინდელისგან განსხვავებით იმ ფონზე რაც მოხდა ვენესუელაში, ხო, ირანშიც რომ იყოს ეს ყოფილიყო ეს მოლოდინი ეს განცდა და ადამიანებს ქონოდათ იმის მოლოდინი რომ აი იმ ტიპის ოპერაცია ჩატარდებოდა ირანში, როგორც ვენესუელაში იყო ყოველგვარი დაბომბვის და რაღაცა მსხვერპლის გარეშე, მე ვფიქრობ ძალიან ნორმალური და ლოგიკურია ამის მოლოდინი რომ ყოფილიყო, მაგრამ ამასობაში ხო მე ვფიქრობ რომ პირველი დღიდანვე იყო ეს ნათქვამი და სრულად ვიზიარებ რომ ირანი არ არის ვენესუელა და ეს ალბათ შეუძლებელი იყო, სავარაუდოდ შეუძლებელი იყო. რთული რომ იყო ეს ჩანს ყველანაირად, მაგრამ როგორც ჩანს არა უბრალოდ რთულია, არამედ შეუძლებელი იყო. ამიტომ ეს იქნება რა თქმა უნდა ვითარება იმის მიხედვით, იმის მიუხედავად უბრალოდ როგორ დასრულდება ეს პროცესი და რამდენ ხანში დასრულდება, ეს იქნება ბევრი კრიტიკა, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, მე მაქვს მოლოდინი რომ ძალიან დიდხანს იქნება მსჯელობა ამ ოპერაციის კანონიერებაზე, უკანონობაზე, პრეზიდენტ ტრამპს ამის გამო ზოგი გააკრიტიკებს, ზოგი ცაში აიყვანს. ეს არის თამდევი მსგავსი მოვლენების, აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, მე პირადად მაგალითად ამ შემთხვევაში ემოციურად რას ვფიქრობ, რას ვემხრობი, რას არ ვემხრობი, დღეს ვართ იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ და იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ვართ ამ მოცემულობაში, ვფიქრობ, რომ ეხლა გაჩერება უბრალოდ ყველაზე უფრო დიდი შეცდომა იქნება და ყველაზე უფრო დიდი წახალისება იქნება რეჟიმის თუ კი ის გადარჩება. თუ კი სულიერ ლიდერი და მისი რეჟიმი გადარჩა და ირანში ეს ვითარება შენარჩუნდა, იქ რეპრესიის ხარისხიც, მსხვერპლიც იქნება გაცილებით წარმოუდგენლად უფრო დიდი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა და შესაბამისად ნებისმიერი რამ, რაც აიხლა ამ საათებში და ამ დღეებში შეიძლება მოხდეს, ვერც კი შეედრება იმას, რასაც ჩვენ ვნახავთ ირანში, რა ტიპის, რა მასშტაბის ანგარიშწორებასაც ვნახავთ ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლის წინააღმდეგ, თუ კი მათ მიეცათ ამოსუნთქვის შესაძლებლობა და თუ ისინი გადარჩნენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა უბრალოდ გაჩერება არ შეიძლება. ოღონდ აქამდე რაც ნახი გვაქვს, იმაზე უარესი კიდევ არ შეიძლება ვნახოთ, არ ვიცი. მასშტაბი ალბათ. თქვენ ახსენეთ წეღან რამდენიმე წლის წინამდელი 12 დღიანი ომი. დღეს მსოფლიო მედიაში ორივე მხარე, ირანიც და ისრაელიც ამბობს, რომ მას შემდეგ ბევრი რამე ისწავლეს და მოემზადნენ. ისრაელი თავდაცვისთვის, ირანი თავდასხმისთვის. მაშინ მაგალითად ირანს შეეძლო მაქსიმუმ 1000 კილომეტრისთვის მიეღწია თავიანთ რაკეტებით, დღეს 3000-მდე ავიდნენ. მას შემდეგ რაც გოლფის ქვეყნებიდან დედაქალაქები დაბომბეს, სამხედრო ბაზები დაბომბეს ამერიკის. ჩვენ გვაქვს თურქეთი სამეზობლოში, სადაც ასევე ამერიკული ბაზები არსებობს, მადაც შეუძლიათ მოწოდდნენ. ჩვენ როგორ შეიძლება ეს შეგვეხოს? ჩვენი უსაფრთხოება სად არის აქ?
ეხლა ვიგიპასუხებ თუ რა 20 წელიწად 12 დღიანი ომი არ მიხსენებია, მე გავიხსენე ეს რამდენიმე კვირის წინანდელი ოპერაცია, როდესაც ბირთვული არსენალის თუ ბირთვული მარაგების დაბომბვა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვფიქრობ, რომ მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ მე ვფიქრობ, რომ მაშინვე შეიძლებოდა, იმიტომ რომ ის იყო გაცილებით უფრო მოულოდნელი და გაცილებით უფრო იყო პირველი, იყო მოულოდნელი, მე ვფიქრობ, რომ ზაობის ხარისხი უფრო დაბალი იყო ირანის მხრიდან და მაშინ შეიძლებოდა ამ პროცესის დასრულება, ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო ამოცანა, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ ეს არ გააკეთეს ამერიკელებმა, რაც მე ვფიქრობ, რომ იყო შეცდომა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, კი, თურქეთი არის პირველი, რომელიც ჩვენ გონებაშია ამ წუთას, იმიტომ რომ დიახ, თურქეთში არის ამერიკული ბაზები და დიახ, ის არის ყველაზე ახლოს ჩვენთან. და დიახ, თუ ეს პროცესი ძალიან დროში გაიწელა და გაგრძელდა, საქართველო, როგორც ამერიკის ყოველ შემთხვევაში ბოლო დრომდე სტრატეგიული პარტნიორი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელსაც დაუსვავენ კითხვას მზად არის თუ არა მის ტერიტორიაც იყოს გამოყენებული გარკვეული ტიპის სამხედრო გადაადგილებისთვის, არ ვიცი იქნება ეს ვისგან ამერიკელების მხრიდან გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ კიდევ ერთხელ ეს თუ ამან თუ ძალიან ფართომასშტაბიანი და რასაც მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ აქამდე მივიდეს საქმე, მაგრამ რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფერი შეგვიძლია რომ დაუშვათ. მაშინ ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. და ძალიან სერიოზულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა ქართულ ოცნებას. თავარი პრობლემა ამ წუთას, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ჩვენ არ გაგვიგია დღეს მაგალითად არაფერი იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა და ისეთ ყველა მაინც იცით რა არის, ისე რამე სერიოზულზე ილაპარაკებენ ამასში აი რა ვქნა, ამას მე სერიოზულად ვერ ვიღებ, ხა ბატონი ყაველაშვილი დაждდება და სერიოზულად განიხილავს ამ სტრატეგიულ თემებს, მაგრამ სახელმწიფო რომ ხარ და პრეზიდენტი რო ქვია, შენ რო ეძახი შენ თავს პრეზიდენტს და ვიღაცას თავდაცვის მინისტრი რო ქვია და ვიღაცას სუსის ხელმძღვანელი, როგორ შეიძლება რომ შენი მოსახლეობის დასამშვიდებლად მაინც შენი მომხრეების, კაი, დანარჩენს თავი გავანებოთ. შენი მომხრეებისთვის სიმშვიდისთვის მაინც ეს განაცხადი არსებობდეს და იცოდნენ შენმა მომხრეებმა, შენმა ამორჩეველმა, შენი ქვეყნის მოქალაქეებმა, რომ ეს ხალხი ზის ეხა და რაღაცაზე მსჯელობს და ფიქრობს. ნიუსად მაინც გავრცელდებოდა, ახალ ამბად გავრცელდებოდა. რა თქმა უნდა, არავინ არ ითხოვს იქ ჩართულ კამერას და მოსმენას რაზე ლაპარაკობენ. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ვიცით ის, რომ დაუნინგ სტრიტზე შეიკრიბა კობრა და თუ ვიცით ის, რომ პარიზში შეიკრიბა, რაც ქვია იმათ კობრას, არ ვიცი რა ქვია ფრანგულს და ასე შემდეგ, ხო შეიძლება ვიცოდეთ, რომ საქართველოში შეიკრიბა ეს კობრა. გვაქვს სხვათა შორის ბრიტანელების მიერ აწყობილი და გაკეთებული მშვენიერი შენობა და მშვენიერი ფასილიტი ასეთი ტიპის შეხვედრების. კანცელარიაში გულისხმობთ იმ რაღაცა კრიზისების კობრას შენობა ასევე ქვია, კი ბატონო. რომელიც არასოდეს არ გამოყენებულა ამ ქვეყანაში. არ არის ეს სიმართლე, ჩემი მოთხოვნით იყო მოწვეული, როდესაც აი ეს პატარა ომი იყო ყარაბაღში 2000 წელს. მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა მოიწვია იქ უსაფრთხოების საბჭოს ხდომა. მე მახსოვს რომ დავით შემიძლია გითხრათ, რომ იყო მე პირადად ჩემი მოთხოვნით იყო მოწვეული და ბოდიში ეგ არ ვიცოდი, მე დავინტერესდი ბორჯომში რომ ხანძრების კრიზისი ჰქონდა, ხო გახსოვთ მაშინ როგორ ვიყენებდით ამ ანტიკრიზისულ ცენტრს და ეგ არის მაშინ მე იქ არ ვიყავი, ეგ მაგაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ერთხელ ნამდვილად შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ იქ კურიოზული ამბებიც იყო, ეხლა მაგაზე საჯაროდ არ მოვყვები. სომხეთი და აზერბაიჯანი როგორღაც ამერიკულ კალათაში არიან ბოლო დროს, ხო? ჩვენ არ ვართ ამ კალათაში. თუმცა აქ აუცილებლად, რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ აზერბაიჯანმა უარი უთხრა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუხედავად ამისა, უარი უთხრა საჭიროება თუ დადგებოდა თავის ტერიტორიის გამოყენებას. გამოყენებაზე უარი უთხრა, კი, ნამდვილად. მაგრამ ისევ იმ კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ვრცელდება ინტერნეტში და საკმაოდ სოლიდური მედია ორგანიზაციები ავრცელებენ. ირანიდან უნდა გავიდეს არამხოლოდ პოლვილები, არამედ კაპიტალიც. და ამ კაპიტალის მისასვლელი ყველაზე მარტივი გზა, როგორც ისინი ამბობენ, არის საქართველო. თუ აღმოჩნდა, რომ საქართველო იქნება შავი ირანული კაპიტალის თავშესაფარი, ეს გააძლიერებს თუ არა რუსულ პოზიციებს საქართველოში და დაგვაპირისპირებს თუ არა უფრო მეტად ტრამპთან კონკრეტულად.
ხო, რა თქმა უნდა არსებობს ესეთი ვერსიები, თუმცა მოდით მაინც ეს დავტოვოთ როგორც ერთგვარი ინსინუაცია, იმიტომ რომ ეს დამძიმე ბრალდება. ეს იმდენად მძიმე ბრალდება არის, რომ ამას ვერ გაუძლებს არა თუ უბრალოდ ქართული ოცნება, რაც ახლა ნაკლებად გვაღელვებს ჩვენ ქართული ოცნება რას გაუძლებს და რას არა, მაგრამ ქვეყანაც. მე მაინც მაქვს იმედი მოლოდინი რწმენა, რა ვიცი რაც გნებავთვის დავარქვათ, რომ ასეთი მასშტაბის კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცოტა უფრო მეტ შორსრულობას გამოიჩენს ბატონი ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები, იმიტომ რომ ეს დაუჟელი არ დარჩება და ისინი ძალიან სასტიკად აგებენ პასუხს თუ კი მსგავსი რამ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეჭვი საფუძვლიანია, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ ამ შეცდომას არ დაუშვებენ. თქვენ გუშინდელი პოლიცსაბჭო ნახეთ ალბათ, ხო? რაღაცა კადრებად გავცელდა შემდეგ რაღაც უხმო ვიდეო ვნახე და სხვა რამე თუ არსებობს. უხმო ვიდეო და შემდეგ არა, მხოლოდ უხმო ვიდეო და შემდეგ ირაკლი კობახიძის ვრცელი ბრიფინგი. აი გარმინახავს ხო, ეს უხმო ვიდეო ვნახე და ის არ მინახავს. ივანიშვილი დაესწრო ამ პოლიცსაბჭოს. ხო, ის როგორც წესი ყველას არესტრება ხოლმე. რისი ნიშანია ის რომ გუშინ დაესწრო ამ პოლიცსაბჭოს თქვენი აზრით თქვენ გაქვთ ამ პარტიასთან თანამშრომლობის გამოცდილება? მე ვფიქრობ იმ ხალხთან არა მაქვს ჯერს ერთი ვინც იქ არის, არავის მე იქ აღარ ვიცნობ გარდა კალაძის. იქ აღარ იცნობ არავის. არა, ერთადერთი რომელიც არესტრებოდა კალაძე. ხო, რომელიც არესტრებოდა. მე დანარჩენი მათ არავის ხო, მათ დანარჩენს არავის არ ვიცნობ. მართ ფიზიკურადაც კი არ ვიცნობ, ანუ მაგალითად კობახიძეს არასდროს ჩემს ცხოვრებაში არ შევხვედრი ვარ, მე მას საერთოდ არ ვიცნობ. არც პაპუაშვილს ხოთა შორის, რაც ყველას უკვირს, მაგრამ ესე გამოვიდა. მაგრამ მაგას უნივერსიტეტშიც არა, დაახლოებით 1 წლებში სწავლობდით თქვენ. არა, ეგენი პატარები არიან ჩემზე. მე როცა სტუდენტი ვიყავი, 2 წლით სულ. არა, არ ვიცი, მე უნივერსიტეტიდან ეგენი არ მახსოვს და თან ეგენი იურიდიულზე სწავლობდნენ და მე იურიდიულზე არ სწავლობდი. ეგენი მეორე კორპუსელები არიან და მე პირველ კორპუსელი ვარ. ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობაზე სწავლობდა ესე მახსოვს მე. ვინ? პაპუაშვილი არა? მართლა? არა, მე მგონი იურიდიულზე არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. არა, პაპუაშვილი. დანიშნულება აქვს 2 წელი არის სხვაობა. კი. ხო, ეგ არ ვიცოდი. ჩვენ შორისაც 2 წელი სხვაობა, კი. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მაგას მე მათ ვიცნობ თუ არა, არ ვიცნობ კიდე ერთხელ ხაზგასმით, მაგრამ ეს არა მთავარი მნიშვნელობა. მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ მე ვფიქრობ ივანიშვილი გუშინ ესწრებოდა როგორც ერთგვარი სოლიდარობის გამოხატულება და ვიდეოც იმიტომ გავრცელდა და კადრებიც იმიტომ გავრცელდეს, რომ ის იქ იყო, რომ აი მშვიდად არიან, ყველაფერი წესრიგშია და ეს იყო რა თქმა უნდა იმედის და პოსტების დასანქცირების გამო შეკრებილი პოლიცსაბჭო ერთმანეთის დასამშვიდებლად ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ერთგვარად მესიჯების ფორმულირებისთვის, რომ გარეთ რა უნდა ილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ დილიდან როგორ აირივდნენ და ყველა რაღაც სხვადასხვა რამეს ლაპარაკობდა. ძალიან იშვიათად გვინახავს ჩვენ ქართული ოცნების მესიჯი ესეთი არეული, როგორიც გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ჰქონდათ. და როგორც ჩანს ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ერთის მხრივ თავად უნდა ყოფილიყო, თავის ამორჩეველს უნდა დანახვებოდა, რომ ხალხო ყველაფერი კარგად არ მოგეშინიათ და იმ პოლიცსაბჭოს სჭირდებოდა ის გასაძლიერებლად და გასამყარებლად მათი პოზიციების. ივანიშვილი ასე საჯაროდ გამოჩნდება ხოლმე, აქამდე ასეთი პრაქტიკა იყო იმ შემთხვევაში, როცა გრძნობს, რომ მისი გუნდი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს იმას, რაც თვითონ წარმოუდგენია, რომ გასაკეთებელია. გუშინაც ასე იყო, თუ გუშინწინაც. არა, მე ვფიქრობ უფრო მეტად იმისთვის იყო, რომ უფრო მეტად დანარჩენი საზოგადოებისთვის იყო ეს გუშინ, ვიდრე მისი გუნდისთვის. უფრო მეტად იყო ამომრჩევლისთვის იმის საჩვენებლად, მისი ამომრჩევლისთვის იმის საჩვენებლად, რომ ის ერთი გუნდია და ის მათ გვერდში დგას. პერიოდულად მათ ეს სჭირდებათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით. მე სხვა შემთხვევაში რომ გითხრათ, ამას ცოტა ადრე ველოდებოდი, როდესაც ლილუაშვილი დაიჭირეს და ღარიბაშვილი და მე ლილუაშვილი როდესაც დაიჭირეს, მე მქონდა მოლოდინი, რომ ესეთი პოლიცსაბჭო აუცილებლად ჩატარდებოდა, სადაც ის გამოჩნდებოდა და ეს იქნებოდა იმის ჩვენება და დასტური, რომ ის ამ ხალხის გვერდში დგას. კობახიძის გვერდში იჯდებოდა და ამითი აჩვენებდა, რომ მიუხედავად აი ამ ძიმე გადაწყვეტილებებისა, ისინი ერთად არიან ამაში. ეს მაშინ არ მოხდა, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. და გუშინ ვფიქრობ, რომ უკვე აი ამ სანქციების შემდეგ, როგორც ჩანს, გარდაუვალად ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს უნდა ეჩვენებინა. ვიქნები ეშმაკის ადვოკატი ამ შემთხვევაში. Fox News-იც მაგალითად და CNN-იც პარტიული ტელევიზიებია. არსებობს კიდევ ბევრი პარტიული ტელევიზია, რომლის ლეგიტიმურია და რომლის არსებობს და რომელსაც არავინ ასანქცირებს. რატომ იმედი და პოსტივი? პარტიულობის გამო არ დაუსანქცირებიათ ისინი და არც საქართველოს წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ყოფილა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა უკრაინის ომის წლის თავზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი, რომელშიც შევიდა პოზიტივი და იმედი. და შევიდა როგორც რუსული საინფორმაციო სივრცის გაგრძელება. იცით თქვენ რომ დასანქცირებული ყავთ მათ Russia Today და უამრავი სხვა ახლა აღარ ჩამოვთვლი რუსული არხები, იმედი და პოზიტივი აღმოჩნდნენ აი ზუსტად ამ სიაში, ამ ჩამონათვალში, როგორც რუსული საინფორმაციო ველის გაგრძელება, როგორც რუსული ომის პროპაგანდის, რუსული სახელმწიფო პროპაგანდის, კრემლის პროპაგანდის გაგრძელება. პირდაპირ მნიშვნელობით თუ ავიღებთ, ხომ? საქართველოსთან არაფერი კავშირი ამასთან ესე პირდაპირ მნიშვნელობით არ აქვს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს სანქციების პაკეტი დიდი ბრიტანეთის მთავრობას არ მიუღია. მან მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი, რომელშიც შევიდა ეს ორი ტელევიზია და ტრაგიკული და მძიმე და მტკივნეული მათ შორის ესეც არის და ამიტომაც არის, რომ იმ ქვეყნის ტელევიზიები ხდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს და ამის მიუხედავად აღმოჩნდა რომ ნარატივები, რომელსაც ეს ტელევიზია ემსახურება რუსულ ომს უკრაინაში. სხვა შორის გარკვეულწილად მთლიანად არ არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა მიზეზიც იყო, მაგრამ გარკვეულწილად ნაწილობრივ ზუსტად იგივე იყო თავის დროზე, როდესაც Facebook-მა დაბლოკა მთელი რიგი გვერდები მათთან დაკავშირებული. ზუსტად იგივე მიზეზით დაბლოკა მაშინ Facebook-მაც ეს გვერდები და ეს წყაროები. ოღონდ ნაწილობრივ, რო არ მომედავოს ვინმე, მაშინ სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ახლა ეს კიბერპროპაგანდასთან ბრძოლა ძალიან გართულებულია, ChatGPT-თან ბრძოლა უხდებათ უკვე, რა ვიცი, ბევრი სოციალური ქსელია და ასე შემდეგ. მოდით დასასრულისკენ რო წავიდეთ, რადგან აქ ცხოვრობთ, აქ და ახლა, ამ არმაგედონში. შეგიძლიათ ორი სცენარი წარმოგვიდგინოთ. ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი. კი, ყველაზე ცუდი სცენარი იქნება თუ კი რაღაც მომენტში ამერიკელები ჩათვლიან, რომ დროებით პაუზა უნდა აიღონ ისე, როგორც ეს გააკეთეს წინა შემთხვევაში. ცივი ომის დროს. ხო, მაშინაც, მაგრამ აი ეხლა წინა შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ვფიქრობ, რომ 3 თვის წინ ირანის პრობლემა იქნებოდა დასრულებული, მაშინ რომ ბოლომდე მიიყვანათ რეჟიმის ცვლილებით. მაგრამ ეს ახლა რაც ხდება, ხო, ბევრად მასშტაბურია, მე მგონი. და ასევე შეიძლება რომ იმ დაბომბვას, რომელიც იყო სრული შოკი იყო ირანისთვის, რომ მოყოლოდა აი ასეთი მასშტაბური ოპერაცია, დღეს ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა და ის ადამიანები ცოცხლები იქნებოდნენ, ის ათასობით ადამიანი, რომელიც აქციების დროს დახვრიტეს. ამიტომ, ხო, ეს იქნება ყველაზე საშინელი და წარმოუდგენელი სცენარი, მე არც კი შემიძლია ამის დაშვება, რომ ეს მოხდება, მაგრამ ხო, ნუ ყველაზე ცუდი სცენარი თუ უნდა ვთქვათ, ეს იქნება ყველაზე ცუდი სცენარი. ეს იქნება ცუდი სცენარი ირანისთვის, ცუდი სცენარი მთელი რეგიონისთვის, ჩვენაირი ქვეყნებისთვის, სადაც თავისუფლებისთვის იბრძვის ხალხი, იქნება კატასტროფა ჩვენთვის, ბელორუსისთვის. თავად რუსებისთვის, იმ რუსებისთვის, რომლებიც იბრძვიან საკუთარ ქვეყანაში თავისუფლებისთვის და უამრავი სხვა ხალხებისთვის მთელ დედამიწაზე. და ჩვენ ვიქნებით მათთან ერთად, რუსებთან, ბელორუსებთან. ჩვენ ვიქნებით მათთან ერთად, რა თქმა უნდა და საუკეთესო შემთხვევაში, საუკეთესო სცენარი არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეალიზება ირანის რეჟიმის მხრიდან, რომ მარცხი გარდაუვალია და აქვს შანსი, როგორც პრეზიდენტ ტრამპმა უთხრა მათ, მოლაპარაკების აქვს შანსი, რომ თუ დაყრიან იარაღს და თუ ჩაბარდებიან, მაშინ იყოს იმუნიტეტი. და უბრალოდ მოხდეს რეჟიმის ცვლილება და რა ვიცი, სადაც უნდა იქ წავიდნენ და იქ იცხოვრონ, მოსკოვში გააგრძელონ ცხოვრება კრემლში. ეს იქნება, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი, რომელსაც ასევე მე პირადად ვერ ვხედა. ამიტომ მე მგონია, რომ რეალურად ეს ყველაფერი გავლის სადღაც შუაში იმ გაგებით, რომ ცოტათი დროში გაიწელება, იმაზე მეტად ვიდრე ეს დღეს ვინმეს წარმოუდგენია, თუ ვერ მოხდა შესაბამის სადაზვერვო ოპერაციის სწრაფად ჩატარება. ბოლო შეკითხვაც გამიჩნდა დამშვიდობებამდე. ივანიშვილს თქვენი აზრით აქვს რამე პასუხისმგებლობა პუტინთან პირადად ან იქაურ გაგებესთან? თქვენ მას უკეთ იცნობთ ვიდრე მე? მიუხედავად იმისა, რომ მე-9 არხზე მუშაობდი მე მის მოყვანაში, რაღაცა წვლილი მაქვს. ხო, არ ვიცი, ნამდვილად არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ მე ამის შესახებ ინფორმაცია არასოდეს არ მქონია და არ მაქვს არავითარი თუნდაც ირიბი საფუძველი თუ მტკიცებულება, რომ ეს ვამტკიცო. მე ვიცი, რომ ხედავ დღეს, რომ ის თავიდან ბოლომდე რუსულ საქმეს ემსახურება, რუსულ დღის წესრიგში ზის. ამას აკეთებს იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ის ხედავს ძალაუფლების შენარჩუნებას, ამას აკეთებს იმიტომ, რომ სხვანაირად უბრალოდ არ იცის, იმიტომ რომ მენტალურად იქ არის, თუ იმიტომ, რაც თქვენს კითხვაში იყო,
ეს მე არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემთვის პირადად, გულწრფელად რომ გითხრათ, არ ცulis არაფერს, იმიტომ რომ თავარი პრობლემა ის არის, რომ ნებსით, უნებლიეთ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ანგარიშვალდებულების გამო, ვიღაცასთან ვალდებულების გამო, ის აკეთებს თბილისში, აქ, ახლა რუსულ საქმეს, რომელიც ანგრევს ამ სახელმწიფოში სახელმწიფოებრიობას და ანგრევს თავისუფლების დამოუკიდებლობის, აი მათ მიერ ხშირად ხსენებადი სუვერენიტეტის ყველა საფუძველს სისტემურად, მიზანმიმართულად და ძალიან მაღალი ტემპით. თუ ეს სწრაფად არ დავამთავრეთ, ხელში შემოგვეფშნება უბრალოდ ეს სახელმწიფოებრიობა, რომელსაც 34 წელია ესე ველოლიავებით. ამიტომ გულწრფელად გეუბნებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის მიზეზს, რატომ აკეთებს ის ამას. ეს მისი ტრაგედიაა, თუ ის ვიღაცასთან ვალდებულია და ამიტომ უწევს ამის კეთება, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არაფერს არ ცვლის. მადლობა თინა, მადლობა ინტერვიუსთვის, განსაკუთრებით ამ რთულ დროს. მე ვიყავი აბსანტზე ფოთელი მეგობრის სახლიდან. მომავალ შეხვედრამდე, ოღონდ არ ვიცი ეს შეხვედრა როდის იქნება. იმდან და გაუმჭვირვალეა ამ ქვეყანაში ყველაფერი, მათ შორის ჟურნალისტების საქმიანობის პერსპექტივაც. დროებით.